ეკოკარდიოგრაფია არის აუცილებელი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში გულის სტრუქტურისა და ფუნქციის ვიზუალიზაციისთვის. ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით ეს არაინვაზიური პროცედურა იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ სცემს გული და ტუმბავს სისხლს, ეხმარება ექიმებს დიაგნოსტიკაში და გულის სხვადასხვა მდგომარეობის ეფექტურად მართვაში. ეკოკარდიოგრაფია, რომელსაც ხშირად უწოდებენ გულის ეკოსკოპიას, არის ტესტი, რომელიც იყენებს ხმის ტალღებს გულის რეალურ დროში გამოსახულების შესაქმნელად. ის სამედიცინო პროფესიონალებს საშუალებას აძლევს შეაფასონ გულის კამერები, სარქველები, კედლები და სისხლძარღვები. ეკოკარდიოგრაფია უმტკივნეულოა და არ იყენებს რადიაციას, რაც მათ სხვა გამოსახულების მეთოდების უსაფრთხო ალტერნატივად აქცევს. ისინი მრავალმხრივია და შეუძლიათ გამოავლინონ გულის მთელი რიგი დაავადებები, სარქვლის ანომალიებიდან თანდაყოლილ დეფექტებამდე. ეკოკარდიოგრაფიისას ექიმი იყენებს პატარა მოწყობილობას, რომელსაც ეწოდება გადამყვანი, რომელიც ასხივებს მაღალი სიხშირის ხმის ტალღებს. ეს ბგერითი ტალღები ირეკლება გულის სტრუქტურებიდან და ბრუნდება ეკოს სახით, რასაც მოწყობილობა დეტალურ გამოსახულებად აქცევს. პროცედურა ჩვეულებრივ ტარდება კლინიკაში და შეიძლება გაგრძელდეს 30-დან 60 წუთამდე. ეკოკარდიოგრაფია სხვადასხვა ტიპებს მოიცავს. ესენია ტრანსთორაკალური ეკოკარდიოგრაფია, ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ტარდება გადამყვანის მკერდზე მოთავსებით. ტრანსეზოფაგური ეკოკარდიოგრაფია გულის ხმობს გადამყვანის მოთავსებას საყლაპავში გულის უკანა სტრუქტურების უფრო მკაფიო გამოსახულების მისაღებად. სტრესული ეკოკარდიოგრაფია ტარდება ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ გულის ფუნქციის შესაფასებლად სტრესის პირობებში. დოპლერ ეკოკარდიოგრაფია ზომავს გულში სისხლის ნაკადის სიჩქარეს და მიმართულებას. ეკოკარდიოგრაფიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკაში, მონიტორინგსა და მართვაში. ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება გულის შვილის ან გულის არარეგულარული ხმების შესაფასებლად. გულის სარქვილის დარღვევების გამოსავლენად, როგორიცაა სტენოზი ან რეგურგიტაცია. გულის კამერების ზომის და ფუნქციის შესაფასებლად. გულის თანდაყოლილი დეფექტების დიაგნოსტიკისთვის. ვაკვირდებით გულის ჯანმრთელობას გულის შეტევის ან ოპერაციის შემდეგ. ვზომავთ განდევნის ფრაქციას, რაც მიუთითებს რამდენად კარგად ტუმბავს გულის სისხლს. დარღვევები შეიძლება მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე, სარქველების დისფუნქციაზე, სისხლის შედედებაზე ან სითხის დაგროვებაზე გულის ირგვლივ. თქვენი ექიმი აგიხსნით ამ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციას გაუწევს შემდგომ გამოკვლევას ან მკურნალობას. ეკოკარდიოგრაფიისთვის მომზადება დამოკიდებულია ჩასატარებელი პროცედურის ტიპზე. ტრანსთორაკალური ეკოკარდიოგრაფიისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო. ტრანსეზოფაგური ეკოკარდიოგრაფიისთვის მოერიდეთ ჭამას ან დალევას ტესტამდე 6-8 საათით ადრე. სტრეს ეკოკარდიოგრაფიისთვის ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც შესაფერისია ვარჯიშისთვის. მოერიდეთ კოფეინს და მძიმე საკვებს პროცედურამდე. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ეკოკარდიოგრაფია თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, არარეგულარული გულისცემა ან დაღლილობა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს გულის პოტენციალურ პრობლემებზე. ეკოსკოპია ეხმარება დიაგნოზის დადასტურებას ან გამორიცხვას. ეკოკარდიოგრაფია უსაფრთხო, უმტკივნელო და არაინვაზიური პროცედურაა. იგი იყენებს ულტრაბგერით ტალღებს, რომლებიც არ შეიცავს რადიაციას ან მავნე ზემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ეკოკარდიოგრაფია იძლევა ვრცელ ინფორმაციას გულის შესახებ, ზოგიერთმა მდგომარეობამ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ტესტები, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია, სრული დიაგნოზისთვის. ეკოკარდიოგრაფიის ტესტის შედეგებს აანალიზებენ კარდიოლოგები, რათა დადგინდეს მუშაობს თუ არა გული ნორმალურ ფარგლებში.